მოციქულთა შორის ორი, უდიდესი პეტრე და პავლე. მათგან პირველი უფლის 12 მოწაფეთა შორის ირაცხებოდა. მეორე კი მხოლოდ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ გახდა მისი მიმდევარი. სიმონი და მისი ძმა ანდრია უბრალოდ და უსწავლელი მეთევზეები იყვნენ. როცა ისინი იოანე ნათლისმცემელს დაემოწაფნენ, მისგან პირველივე მინიშნების თანავე გახდნენ ქრისტეს. ქრისტეს ფურვალე და მოშურნე მიმდევარმა სიმონმა, შემდგომში პეტრე, შეძლო უაღრესი სიზუსტით დაემოწმებინა ქრისტე. შენ ხარ ქრისტე, ძეგლმღდის საცხოველისა. რის შემდგომაც იგი გახდა ღირსი მაცხოვრის სიტყვებისა. შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი. მედარი ავგუსტინის განმარტებით კლდე არის პეტრეს სიტყვები შენ ხარ ქრისტე. სწორედ ამ აღმსარებლობაზე დაშენდება ეკლესია ქრისტეს. წმინდათა ცხრადასში, რომელიც ანგელოზთა ცხრადასის დარად არსებობს, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ წმინდა მოციქულებს, ქრისტეს აღდგომის მამოძმებლებს, ღვთისმსიტყვის ქადაგებლებს, ხოლო მოციქულნი ორად განიყოფიან 12-ნი და 30-ნი. ხოლო 12 მოციქულთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მწვერვალ მოციქულებს, პეტრესა და პავლეს, რომელთა ხსენებას საუკუნეების წინათ ეკლესიამ ერთ დღეს და საამისოდ რამოდენიმე მიზეზი არსებობდა. პირველ ყოვლისა ის, რომ ორივე ისინი მოციქულთა თავნი არიან, გარდა ამისა დიდად დაშვენ ღვთისმსიტყვის ქადაგებაში. და არსებობს კიდევ ერთ-ერთი გადმოცემა, რომლის თანახმადაც პეტრე და პავლე მოციქულები მართალია სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთ დროს ევნეთ და ეწამნენ ქრისტესთვის. პეტრე თავად რომში, ხოლო პავლე მოციქული რომის ერთ-ერთ კარიბჭესთან. მართალია ისინი სულიერი სიმაღლით, მადლითა და ხელმწიფებით ერთ სიმაღლეზე დგანან, მაგრამ თითოეული მათგანი თავისებურებებით გამოირჩევიან. პეტრე მოციქული ცნობილია როგორც ფიცხი, ტემპერამენტული ბუნების, მგზნებარე მოციქული, ქრისტეს მოყვარული. ხოლო პავლე მოციქულზე საკმარისი იქნება თუნდაც მსოფლიო მამისა და მასწავლებლის ივანე ოქროპირის შეფასება მოვიგონოთ. ისეთი როგორიც პავლე იყო, ამბობს წმინდა იოანე, ცისქვეშეთში არ ყოფილა და ქრისტეს მოსვლამდე აღარასდროს აღარ იქნება. ამა თუ იმ წმინდას, უფლისწმინდა ეკლესიას სხვადასხვაგვარად სახელს დებს, თუმცა არა ყველა წმინდას. აი მაგალითად იოანე ოქროპირად იწოდა. ერთ-ერთი ქადაგების დროს აღფრთოვანების ქვეშ მყოფმა დედაკაცმა გულის სიღრმიდან აღმოიძახა, რომ ოქროპირი ხარო შენ და დროთა განმავლობაში ეკლესიამ ამ წმინდა მამას ზედსახელად სწორედ ეგუწოდა. ხოლო დღეს ხსენებული წმინდანების მოციქულთა თავთა პეტრესა და სახელით, რა თქმა უნდა, გარკვეულ რასმეზე მოგვითხრობს. ალბათ თქვენ გახსოვთ, რომ პეტრე მოციქული იყო ერთ-ერთი ღატაკი გალილეველი მეთევზე, სიმონი ერქვა მას სახელად, იოანეს ზედწოდებული, რომლის მთელ სიმდიდრეს შეადგენდა სათხეველი ბადე პური არსობისა, შეიძლება ითქვას, სწორედ სათხევლით იყო მობადურებული პეტრე მოციქულისაგან, თუ შეიძლება ითქვას. იგი იყო უზაკველი ისრაელიტელი, ელოდა მესიის მოსვლას. მართალია მას როგორც ესეთი განათლება არ ჰქონდა, განსხვავებით პავლე მოციქულისაგან, რომელიც თავის დროის უგანათლებული პიროვნება გახდა, როგორც საერო თვალსაზრისით, ასევე სასულიერო თვალსაზრისით, მაგრამ როგორც გითხარით, იყო უზაკველი ისრაელიტელი და ისიც ელოდა მესიის მოსვლას. თავდაპირველად იგი უფალთან, მისმა უფროსმა ძმამ ანდრიამ მოიყვანა, მაგრამ მერმე უფალმა ერთხელაც, როდესაც ზღვისპირას, ტიბერიადის ზღვისპირას ვიდო, თავად მოუხმო ერთად ანდრიასა და პეტრეს, ძმებს ზებედესებს და იმას იქით ისინი ამ მეორე მოწოდებით
სინამდვილე რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ მაცხვარმა აღდგომის შემდგომ სამგზის მიუტევა ეს მძიმე ცოდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში როდესაც პეტრეს მამლის ყივილი ესმოდა იგი მწარეთ აქვითინდებოდა ხოლმე და ისეთი ხშირი იყო ეს სინანული და ტირილი რომ მას წმინდა გადმოცემით სისხლიანი ღარები გაუშვდა თვალების ირგვლივ. ხშირად ადარებენ ერთმანეთს მაცხოვრის ორ უარყოფას. პირველს პეტრესაგან და მეორეს იუდასაგან. სწორედ ამ შედარებით ცხადდება სინანულის მთელი მნიშვნელობა ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში. იუდამ არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებლად. კითხულობთ დიდი მარხვის საგალობელში. ერთხელ, როდესაც უფალი გზად ვიდოდა დამაშვრალი სვლითა და ქადაგებით და სასაულთ ქმედებით, გზად მოციქულებს დაეკითხა, რას ამბობენ ჩემზე, ვინ არის იესო ნაზარებელი? და აი მოციქულებმა უპასუხეს, მოწაფეებმა, ერთი ამბობენ რომ ეს არის იოანე ნათლისმცემელი მკვდრეთით აღდგარი, სხვანი რომელიმე წინასწარმეტყველად მოიაზრება, ხოლო თქვენ რას ფიქრობთ, ჩემი მოციქულები? დაეკითხა მაცხოვარი. პეტრე როგორც შესავალში გითხარით, იყო ბუნებით ტემპერამენტული, მგზნებარი ადამიანი, დაასრო ყველას და ხმამაღლა ამოიძახა თავისი აღსარებლობა. შენახარ ქრისტე ძეღმრთისა ცხოველისა. უფალმა ამაზეთ მიუგო, ნეტარ ხარ პეტრე, რამე თუ არა ხორცსა და სისხლს, ესე იგი არა ადამიანურმა ბუნებამ გიკარნახა ეს, მოგიყვანა გულისხმაში, არამედ ნეტარ ხარ ბარიონა, ანუ იონასზე, რამე თუ ზეციურმა მამამ მოგცა ეს გულისხმის ყოფა. ამიტომაც არის პეტრე მოციქული კლდე, რომელზედაც დაშენებულია ეკლესია ჩვენი და ჯოჯოხეთი ვერასოდეს შეძრავს მას. სხვადასხვა პეტრე მოციქული დაასრულა უფალმა ღმერთმა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სასწაულებს. მაგალითად, იაირის 12 წლის ქალიშვილი რომ აღადგინა მკვდრეთით შეიყვანა შინ მუნ მხოლოდ პეტრე და პანერგესები, ძენი ქუხილისანი, იოანე და იაკობი ძმები, ასევე თაბორის დიდება, როდესაც აჩვენა, ესე იგი ნაპერწკალი თავისი დიდებისა, როგორც ერთ-ერთი ღვთისმეტყველი მამამ გრიგოლ პალამა გვასწავლის. პეტრე მოციქულივე იყო, რომელმაც როდესაც აღელვებულ, აბობოქრებულ ტიბერიადის ზღვაზე შუაღამისას მეოთხე სახვილავზე მოციქულებმა იხილეს ზღვად მომავალი უფალი ზღვაზე როგორც ხმელზე, რომელმაც კადნიერება გამოიჩინა, არსებობს სხვათა შორის ორი კადნიერება, არაწმინდა კადნიერება, ანუ ლირწება და წმინდა კადნიერება. მაგალითად, როდესაც პეტრე მithova, რომ ისიც მასავით გადასული იყო ზღვაზე, პეტრეს უბრძანა და გადავიდა მაცხოვარი, ვიდრე პეტრეს თვალსაჭერში ყავდა უფალი და ისწრაფოდა მისკენ, იგი ზღვაში არ იძრებოდა, მაგრამ როგორც კი ქარბორბალად დატრიალდა ზღვაზე, პეტრემ თვალი მოსყიდა უფალს და მიაშტერდა ქარბორბალას, მასში რწმენა მიკლო, შიშმა იმატა და პეტრემაც ჩაძირვა იწყო. ეს რა თქმა უნდა წამის ყოფებში ხდებოდა. ამით მე მისთმა მინდა რომ ჩვენც როცა განსასწრებელი გვაქვს, გულს მოდგინეთ განსაკუთრებით ამ განსასწრებლების შანსუნა ვიადროთ უფალ ღმერთს. მართალია უფალი ხედავდა რომ მისი საყვარელი მოციქული, მომავალი მოციქული და თავი ტიბერის ზღვაში იხჩებოდა, მაგრამ იმაზე ადრე არ განართქო უფალმა ხელი და არ ამოიყვანა ამ განსასწრებლად, ვიდრე პეტრემ არ შეთხოვა. და იმდენად ცოტა იყო საამისო დრო, რომ პეტრემ მხოლოდ ორი სიტყვა შეძლო აღმოეძახებინა გულის სიღრმიდან შიშნეულად. შემეწიემე, როგორც კი უფალ პეტრემ ეს სიტყვები წარმოსქვა, მეხსაშინ, ანუ მეხსევლად მაშინე განართქო უფალმა ხელი, შეიყვანა ნავში, ნავი როგორ აღმოჩნდა სამშვიდობოს ხმელეთზე, ვერ გულისხმახვეს. პეტრე მოციქული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა არის ამ წინასწარმეტყველებაში. ამ დროს პეტრე თავად ეკლესიის განსახიერება და უფრო კონკრეტულად სამღვდელო იერარქიისა. ჰეროდე დიდის შვილიშვილმა, ჰეროდე აგრიპა პირველმა, ქრისტიანთა დევნა წამოიწყო. მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია, რომ ჰეროდე აგრიპამ იაკობ მოციქული მოაკვლევინა და პეტრე მოციქული საპრობილეში შეაყენა. სწორედ ამ დროს აღესრულა სასწაული. ანგელოზმა უეცრად მოციქულს საკვრელი შეხსნა და გაანთავისუფლა. პეტრე მოციქულმა არაერთი ქვეყანა მოიმოწაფა ქრისტეს სიტყვის გადაგებით წმინდა სახარებისა.
ეს იყო ეგვიპტეც, იყო მცირე აზიის ქვეყნების, ესპანეთი, ბრიტანეთი და ესე შემდეგ. ესე იგი, იმ დროინდელი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პეტრე მოციქულის მოქცეულია. პეტრე იყო უდიდესი და უპირველესი ავტორიტეტი მოციქულთა შორის. პეტრე იმდენად დიდი მადლი ჰქონდა, იმდენად ღმერთშემოსილი იყო, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა და სიტყვა ადამიანებს. თუ პეტრეს პავლეს შევადარებთ და ეს სიტყვა მისი სახელდება პეტროს მომდინარეობს მისი ჭეშმარიტი აღსარებლობიდან, სწორედ მაშინ, როცა პეტრემ იგი ძეღმრთისად აღიარა მაცხოვარი და ჭეშმარიტ მესიად, მაშინ უწოდა სვიმეონ მეთევზეს უფალმა პეტროს კლდე და თქვა, რომ ამ კლდეზე დააფუძნებდა თავის წმინდა ეკლესია და ბჭენი ჯოჯუხეთისანი, ანუ ბნელი სატანური ძალები, რომლის დღეს მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში დაუდეგრად ებრძვიან ეკლესიას, ვერ დააბრკოლებენ, ვერ დაამარცხებენ. პეტრე მოციქულს მოწაფეებმა ურჩიეს, რომ ჩუმად დაეტოვებინა რომი, თუმცა უფლისაგან ჰქონდა წინასწარმეტყველება, რომ მოწამებრივად მსგავსად უფლისა ჯვარცმით უნდა ედიდებინა მას მაცხვარი. პეტრე დაჰყვა ადამიანურ გრძნობას, მოყვასის შეგონებასა და თხოვნას და განიზრახა რომი დაეტოვებინა და სწორედ მაშინ, როდესაც რომის ერთ-ერთი კარიდან გადიოდა პეტრე მოციქული, მას გამოეცხადა მაცხოვარი და განსვიფრებით დაეკითხა პეტრე, თუ რაც შედიოდა იგი რომში, შევდივარ რომში, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა, უპასუხა მაცხოვარმა და ამის შემდეგ უჩინო შეიქმნა. პეტრე მოციქული მიხვდა, რომ უფალი მოუწოდებდა, რომ ჯვარცმით ედიდებინა თავის სიცოცხლის მაცხოვარი და იმდენად დიდი იყო პეტრეს სინანული ამის გამო, რომ იგი დაბრუნდა და ჯალათებს თხოვა, რომ თავდაღმა გაეკრა ჯვარზე, რადგან ღირსი არ იყო ისე წამებული, როგორც მისი ღვთაებრივი მოძღვარი ქრისტე იესო. წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს სტეფანე პირველ დიაკონის ჩაქოლვის ამბავს, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდა ჭაბუკის სავლე. შემდგომში მოციქულთა თავი პავლე. იგი მდგარა ტანსაცმლის გროვასთან, რომელიც იუდეველებმა გაიხადეს, რათა ქვაბის სროლაში ხელი არ შეშლოდათ და აკეზებდა თანამოწმეებს. ყველასათვის ცნობილია წმინდა სტეფანე დიაკონის უკანასკნელი სიტყვები. უფალო, შეუნდე ამათ რამე თუ არ აიციან რა საიქმნა. სტეფანე გამოეთხოვა სიცოცხლეს, დადუმდა მისი ბაკი, დაიშრიდა წყარო მადლისა. მაგრამ ღმერთმა ისმინა ხმა სტეფანესი. ანდა როგორ არ შეისმენდა ვედრებას იმისას, ვინც მისთვის ქვით განიტვინებოდა და ამ დაშრეტილი წყაროს სანაცვლოდ აღმოაცენა მასზე აზგზის მშვენიერი დიდებული და უხვი ახალი წყარო მადლისა, წმინდა პავლე მოციქული. სხვა მოწაფეთაგან განსხვავებით, პავლე მოციქული მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობისას არ დამოწაფებია მას. იგი ჯულისმცოდნე ფარისეველთა ერთ-ერთი სექტის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მართალია პეტრეს თავად უფალმა უწოდა პეტროსი სვიმეონს, მაგრამ პავლე მესახელი ნათლისღებისას ანანიას ხელით რომ ინათლებოდა გამოცხადების თანახმად, თავად შეარჩია, რაც ქართულად რომ თარგმნილ ლათინურიდან პაულოს ნიშნავს უმცირეს. იყო რა მანამდე ქრისტეს ეკლესიის მდევნელი უკანასკნელ ქრისტიანად და არცა მოციქულად და არცა ადამიანად შეერაცხა თავისთვის ისეთი დიდი იყო სინანული პავლე მოციქულისა. განსხვავებით პეტრე მოციქულისაგან, იგი იყო რომის მოქალაქე, მისი მშობლები ტარსუდან იყვნენ რა, მემკვიდრეობით მიიღო მან რომის მოქალაქეობა, საპატიო მოქალაქეობა, მიიღო ჩინებული საერო განათლება, ხოლო 12 წლიდან როგორც თავად პავლე მოციქული გვიმოწვევს ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში, იმ დროს ცნობილი იუდეველი რაბინის გამალიილის მუხლებთან იზრდებოდა. იგი იყო ბენიამინის ტომიდან წარმოშობით, ფარისეველი თავისი პარტიის და კუთვნილების მიხედვით იყო ზილოტი, მოშურნე და იქამდე რომ როგორც უფალმა უწინასწარმეტყველა მოციქულებს, თქვენი დევნით მრავალი იფიქრებს იუდეველი, რომ ღმერთს სწირავენ სხვებს. უკამახარებელი თავის მოციქულთა საქმეებში აღწერს. ქრისტიანთა მდევნელი და უფლის ყველაზე მძვინვარე მტერის სავლე,
სასტიკად მუსრავდა ქრისტიანებს, ვიდრე ერთხელ დამასკოსაკენ მიმავალ გზაზე, სადაც იგი სწორედ ქრისტიანთა გასაჟლედად მიდიოდა, მას უფალი არ გამოეცხადა და თვალის ჩინ წართმეულ და მიწაზე დამხობილ სავლეს არ მიმართა. რატომ დევნი მე? და ერთხელაც, როდესაც იერუსალიმელი მღვდელმთავრებისაგან მიღებული ჰქონდა მას ნებართვა, წერილი მექონდა დამასკოში იქაური ქრისტიანების დასარბევად და საპყრობილეში შესაყენებლად, მას დამასკოსაკენ მიმავალ თავადუფალი დიდებისა გამოეცხადა მაცხოვარი. სწორედ აქ ამ გზაზე დაეცემა პავლე და ხორციელი სიბრმავით დაისჯება. აქვე შეიმეცნებს იგი ჭეშმარიტებას, აღიარებს ქრისტეს და ხორციელთან ერთად სულიერი თვალით აეხილება. დამასკოში შესული კი უმალვე ქრისტიანობას მიიღებს, მოინათლება და ქრისტიანობის მქადაგებლობას იწყებს. ასე რომ, იერუსალიმიდან გამოსული ქრისტეს მდევნელი სავლე, ქრისტეს მქადაგებლად შედის დამასკოში. უფალმა უწინასწარმეტყველა და უბრძანა, რომ დამასკოში მოეძებნა მისწავლებულ ქუჩაზე ანანია პრესვიტერი, მიეღო მისგან სწავლება ქრისტიანობისა და ნათელი ქრისტესი. პავლე მოციქულმა იმდენად განიცადა ეს გამოცხადება, 3 დღე და ღამე მის პირს არც საჭმელი და არც საზრდელი არ მიხარებია, იგი საგონებელში იყო ჩავარდნილი. და როდესაც მართლაც მოძებნეს ანანია მოციქული 60-დან მოციქულთაგანია და მან ესე იგი დამსგზო პავლე და ნათელსა ნათლისღების შამს მას არა მარტო ხორციელი თვალი, არამედ სულიერი თვალის აეხილა და გახდა ისეთი დიდი მქადაგებელი ქრისტიანობისა, როგორც უკვე მოგახსენეთ და იოანე ოქროპირი ამოს, როგორც არათუ მოწაფეთა შორის 500-ზე მეტი ყავდა ამაღლებამდე მოწაფე მაცხოვარს, არამედ თვით მოციქულთა შორის არ ყოფილან მთელს დედამიწაზე და არც იქნება ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე. პავლე მოციქული იყო დაუღელავი და ყველაზე უფრო მეტად წამებული და შევიწროებული მოციქული, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულისთვის ყოველივე დაითმინა და არა მარტო თავისი საქმით, არამედ წერილობითაც ეპისტოლეთა სახით დაგვიტოვა უმდიდრესი სწავლება, საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა. სხვაგვარად წმინდა მამები პავლეს 14 ეპისტოლეს მეორე სახარებას უწოდებენ. ხოლო პეტრემ 2 ეპისტოლე დაგვიტოვა, რომელიც ასევე ახალ აღთქმის კრებულში არის შესული. ხშირად ადამიანები თავიანთი სიტყვით თუ საქმით მრავალჯერ უარყოფენ ქრისტეს, მაგრამ პეტრესგან განსხვავებით არ ინანიებენ, არ გლოვობენ თავიანთ დაცემას და ასევე მოცულნი ვართ იმავ სიბნელით, რითაც მოსული იყო პავლე ქრისტეს შემეცნებამდე, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ საკუთარ სიბრმავეს ვერ გრძნობთ. ხურვალე სიყვარული აერთიანებს ქრისტეს ამორდიდ მიმდევარს. სვიმონს, რომელსაც უფალმა პეტრე უწოდა, და სავლეს, რომელსაც სახელად პავლე ეწოდა. პეტრე მოციქული იძულებულია დატოვოს რომი, რადგან მას სასტიკად სდევნიდნენ. მაგრამ გზად მას უფალი გამოეცხადება და რომში დაბრუნებას და იქ აღსასრულს უწინასწარმეტყველებს. მოციქული დაემორჩილება ქრისტეს წინასწარმეტყველებას და მართლაც რომში აღესრულება. პეტრესთან ერთად სიკვდილით სჯიან წმინდა მოციქულ პავლეს. პეტრეს როგორც უცხოელს ჯვარზე თავდაყირა გაგვით, ხოლო პავლეს როგორც რომის მოქალაქეს თავის მოკვეთით. ორივე წმინდანის ნაწილები დღემდე რომშია დაცული. პავლე მოციქულის თავი ნაგავსაყრელში გადააგდეს. დიდი ხნის განმავლობაში ეგდო ამ დიდი მოციქულისა და უდიდესი მჭევრმეტყველისა და ღვთისმეტყველის თავი ნაგავსაყრელში, ვიდრე ერთხელაც ერთ-ერთ ღვთისმოსავ დედაკაცს თავითვისი არ გამოუცხადა პავლე მოციქულმა და როგორც უდიდესი წმინდა რელიკვია ქრისტიანობის არ მოაპოვებინა იგი. დამაფიქრებელია ისიც, რომ პეტრე მოციქული, როდესაც აღესრულა მისი გვამი სისხლითა და რძით გამბანა მარკოზ მახარებელმა, მისმა საყვარელმა მოწაფემ, რომელსაც პეტრეს დასწურითა და კურთხევით დაგვიწერა მარკოზისაგან სახარება, მერმე ნელსაცხებლებით
განასრულნენ და უკანასკნელ დადო თავის საკუთარ საფლავში. მაშინ იყო ტრადიცია საფლავები წინასწარ გაემზადებინათ თავის აკლდამაში, რომელიც მანამდე თაფლით აავსო. როგორიც იყო ენა და ქადაგება პეტრესი, იმგვარად დაგრძალა იგი თაფლში. ხოლო რაც შეეხება პავლე მოციქულს, როდესაც მას თავი მოკვეთეს სისხლის ნაცვლად, ქედიდან მას ესე იგი რძე წარმოუდინდა, რამაც უდიდესი გავლენა შთაბეჭდილება მოახდინა ჯალათებზე და სინამდვილეში მოიყვანა ისინი. ასეთი დიდი იყო ღვთივდიდებული პეტრე და პავლე მოციქულები. და როგორც თავში ვთქვი, მათი ერთად ხსენება ჯერ ერთი იმის გამო განეწესა, რომ მათ სწორი მადლი და ხელმწიფება აქვთ ღვთის წინაშე. მეორეც კიდევ იმის გამო, რომ ერთ-ერთი გადმოცემით ერთ დღეს აწამეს და ერთ-ერთმა ღვთისმოსავმა რომაელმა დიდგვაროვანმა დედაკაცმა იხილა, რომ მოწამეობის დღეს და მოწამეობის შემდეგ პეტრე და პავლე მოციქულები ხელჩაკიდებული შემოვიდნენ ერთად ტაძარში. აქედან მოდის იკონოგრაფიაში ტრადიცია პეტრე და პავლე მოციქულების ან ხელჩაკიდებული, ან მხარზე ხელი-ხელ გადადებული გამოხატვისა. უძველესი დროიდან იგებოდა ქრისტიანული ტაძრები მოციქულთა თავთა სახელზე და ამიტომ ჩვენი მოციქულები ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების განსაკუთრებულ მეოხად და მფარველად ითვლებიან. თბილისში პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე აგებულია ძველი ეკლესია, სადაც უკვე დიდი ხანია აღესრულება ქრისტიანული ღვთისმსახურება. აქვეა სასაფლაოც, მოციქულთა სახელზე ნაკურთხი და მათი ლოცვა შეეწევა მართლმადიდებლობით აღსრულებულ ქრისტიან მიცვალებულებს. ქრისტე ღმერთი მოვიდა ჩვენთან, რათა გადაგვარჩინოს ჩვენ ცოდვილნი. და პირველი ცოდვილი ვარ მე, ბრძანებს პავლე მოციქული. ნვე წარმოთქვა სიტყვა ქრისტიანი, როგორც უყვარე. ყოველთა პატივს ცემდით, ძმათა ხვარებოდეთ, ღვთისა გეშინოდეთ. გმოზღვრავს პავლე მოციქული.